მოსამლებით ახსე კოდების სამყარო. ვაგრძელებ CSS-ის კურსს და ვიდეოში განვიხილავთ სელექტორებს. მასზე გავიგებთ მეც, ვიდრე წინაზე უბრალოდ თქვით ერთი სელექტორი, body, რომელიც აქ ტეგის მიხედვით მოვნიშნეთ, მაგრამ ყველა სელექტორს მაინც არ განვიხილავთ და კურსის ბოლოსკენ კიდევ განვიხილავთ სელექტორების რაღაც ნაწილს. აქ მოდით მაგალითად ეს ფერი შევცვალოთ, თეთრი იყოს, მთლიან დოკუმენტზე. როგორც იცით, body-ზე როდესაც მოქმედებას დავწერთ, მთლიან დოკუმენტზე მოქმედებს და ამ შემთხვევაში როგორც ვთქვით, ეს არის სელექტორი. ანუ ტეგის მიხედვით რაღაც მოვნიშნეთ და მასზე ვატარებთ მოქმედებებს. ახლა მაგალითად აშორზე გვინდა, მაშინ ჩვეულებრივ დავწერთ ისე როგორც დავწერეთ body-ზე, მაგრამ მოდით იყოს ახლა ვთქვათ ორი აშორი, ეს იყოს მეორე. უკვე შეავჩინეთ, რომ გვერდ-გვერდ მოვათავსე ბრაუზერი და Visual Studio Code, რადგან მალევე დამენახა შედეგი და თქვენ შეგიძლიათ ასე გააკეთოთ. აი ახლა, როგორც იცით, გვაქვს ორი აშორი და რამდენი გვექნება აზრი არ აქვს, ძალიან ბევრი შესაძლოა იყოს. როდესაც აქ აშორზე რაღაცას დავწერთ, ეს მოქმედება გაკეთდება ყველა ამ ტეგზე. მოდით ერთი იყოს მაგალითად აშ1 და ამას დავაწეროთ უბრალოდ აი ასე აშ1. და აშორზე მაგალითად ფერი იყოს სტაფილოს ფერი. აი ასე და როგორც ხედავთ, აი ამ ტეგის ტექსტი რაც არის აშორის, ყველა მოინიშნა ამ ფერად, რაც ჩვენ მივუთითეთ. ხოლო აშ1 ისე დარჩა, როგორც მთლიანი დოკუმენტის ფერი არის. მაგრამ ჩვენ უკვე HTML-ის კურსიდან ვიცით, რომ შეგვიძლია ტეგებს გავუკეთოთ კლასი და ID. მაგალითად აი ამ აშორს გავუკეთოთ ID. მაგალითად მეორე გავუკეთოთ, ასე მეორე დავაწეროთ და როგორ ვიმართოთ ამ მეორეს. მეორეს უნდა მიმართოთ, ჯერ უნდა დავწეროთ DS-ი, იმიტომ რომ არის ID და შემდეგ უნდა დავწეროთ ID-ის სახელი. აი ასე მეორე. და ფერი იყოს მაგალითად მისი ამ შემთხვევაში მწვანე. და როგორც ხედავთ, მეორეს ფერი არის მწვანე, იმიტომ რომ ID მივუთითეთ. მაგრამ გაითვალისწინეთ აი ეს სიტყვა, ხშირად გამოგადგებათ და პროფესიონალ დონეზე ხშირად გამოიყენება important, ანუ მნიშვნელოვანი და ეს ნიშნავს, რომ თუ უკვე ამ ტექსტზე არის რაიმე მნიშვნელობა შეცვლილი და უკვე მოქმედებს რაიმე და მარტივად არ იცვლება, ამას როდესაც დავუწერთ, მივუთითეს რომ ეს არის მნიშვნელოვანი და აი ეს უნდა შესრულდეს, ეს ბრძანება, ანუ წერთ ძახილის ნიშანს და importance. კიდევ ვიცით, რომ შეგვიძლია კლასით მიმართოთ. აქ რა თქმა უნდა ეს ID შეგვიძლია ამასაც დავუწეროთ და ამას ზედაც იგივე მოქმედება გაკეთდება. ან მაგალითად აშ1-ს დავუწეროთ. და ამ შემთხვევაში ორივე გახდება ის ფერი, რაც ID-ს უწერია. მაგრამ აქ ცუდად მაქვს, აი აქ ეს ტეგი ზედმეტად ამეწერა, ამიტომ შეცდომა არის. აი ახლა დავარეფრეშოთ, თვითონ აღარ დარეფრეშდა და როგორც ხედავთ, ორივეს ენიჭება მწვანე. მოდით ახლა ამას კლასი დავუწეროთ, რადგან უკვე კლასის გამოყენებას ვიცით. ჩემი HTML-ის კურსიდან და ამას დავაწეროთ მაგალითად მესამე. ეს სელექტორი, კლასის სელექტორი, უნდა დავიწყოთ მისი წერა წერტილით, შემდეგ ჩვეულებრივ დავწერთ სახელს, გავხსნათ დახურათ ფიგურული ჭრილებს. ახლა გამიგვირდეთ, რომ ფიგურული ჭრილები ზოგი ასე მიწერია, ზოგი აქ გვერდიდან მიწერია. საერთოდ როგორც გითხარით, შეიძლება აი ასე დავწეროთ, მაგრამ სილამაზისთვის მე არ მიყვარს ასე წერა, მაგალითად ფერი რომ აქ დავუწეროთ. მაგალითად რაიმე წითელი სტაფილოს ფერი, აი ასე. ესე ჩვეულებრივ მოქმედებს, რა თქმა უნდა. აი როგორც ხედავთ, ამ კლასი მოქმედა ფერმა.
მოკლედ, ჩაწერის სტილი თქვენზეა დამოკიდებული, თავარია სინტაქსი დაიცვათ. მე ასე მიყვარს დაწერა, აი ასე, რადგან ჩემი აზრით უფრო ლამაზად არის. თქვენ როგორც გსურთ, აი ამასაც გადავაკეთებ მაგალითად, ან შესაძლოა დავტოვო, არ აქვს მნიშვნელობა, როგორც უკვე გითხარით. და მოკლედ, ასე შეიძლება სელექტორების გამოყენება საწყის დონეზე. ანუ ჩვენ ვისწავლეთ სელექტორების გამოყენება როგორც ტეგის სახელით, ასევე ვისწავლეთ ID-ის გამოყენებით და ასევე კლასის გამოყენებით. რომ შევაჯამოთ, სამივე მიღების წესით შეგვიძლია მივიღოთ რამდენიმე ტეგი, იმიტომ რომ თუ რამდენიმე შეერთია მაგალითად ყველა შეერთს მოქმედება გავაკეთოთ, ან ID დავუწეროთ, რასაც გვინდა, აქ მაგალითად აშერს და აშორს დავუწეროთ, არ აქვს მნიშვნელობა, ტეგის პარტეგი თუ რა იქნება და ასევე კლასით შეგვიძლია დავუწეროთ, რადგანაც გვინდა ინდენს, რომელსაც გამოიყენებთ ეს უკვე თქვენს სურვილზე არის. ამ ვიდეოსთვის სულ ეს იყო, რაიმე კითხვა გაქვთ, რა თქმა უნდა, დააკომენტარეთ ან მომწერეთ, მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.